გამარჯობა ჩემო ძვირფასო მსმენელებო. მე ნიკა ვარ და დღეს ვისაუბრებთ მაღალი არტერიული წნევის ყველაზე გავრცელებულ ნიშნებზე. მაგრამ არა უბრალოდ იმისთვის, რომ ეს სია დაიზეპიროთ. თავარია გავარჩიოთ, რომელი სიმპტომი შეიძლება იყოს ადრეული სიგნალი, რომელიც წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევას და რომელი სინამდვილეში საერთოდ არაფერ შუაშია მაღალ წნევასთან. დარჩით ბოლომდე, რადგან ბოლოს გეტყვით, რომელი დომელია ყველაზე ადრეული და ყველაზე ზუსტი გზა, რომ საერთოდ გაარგვიოთ, გაქვთ თუ არა პრობლემა. დავითხოვთ ციფრებით, რადგან ტერმინოლოგიის გარეშე ვერაფერს გავარკვევთ. როცა გულის კუნთი იკუმშება და სისხლს გამოდევნის სისხლძარღვებში, ამ წნევას ეწოდება სისტოლური წნევა. როცა გული ისვენებს და სისხლით ავსება, არტერიებში მაინც რჩება გარკვეული საბაზისო წნევა, სისხლძარღვის კედლის ტონუსი. ამას დიასტოლური წნევა ქვია. ოპტიმალურად მიჩნეულია დაახლოებით 120/80 მმ-ის ვეჟეტილი სისქე +-10 ერთეულის ფარგლებში. ნორმალური დიაპაზონია 120-დან 129-მდე ზემოთ, 80-დან 84-მდე. მაღალ ნორმალურია 130-დან 129-მდე ზემოთ, 85-დან 99-მდე. ეს დონეები სინამდვილეში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმები ინდივიდუალურია და მცირე რტევები სავსებით ბუნებრივია. პირველი ხარისხის ჰიპერტენზია იწყება ცოტა უფრო მაღლა. ეს ის ეტაპია, სადაც ჯერ არაფერზე პანიკას არ თვლით საჭიროდ, მაგრამ ყურადღება უკვე გჭირდება, ცხოვრების წესის ცვლილება, სტრესის მართვა, კვების კორექცია. მეორე ხარისხის ჰიპერტენზია იწყება, როცა წნევა 160/100-ს სცდება. აქ უკვე რეალურად იზრდება ინსულტის, გულის შეტევისა და სისხლძარღვთა სხვა კატასტროფების რისკი და თუ ცხოვრების წესის ცვლილება არ შველის, მედიკამენტების საკითხი განსახილველი ხდება. ხოლო როცა წნევა 180/100-ს გადააჭარბებს, ეს უკვე ჰიპერტენზიული კრიზისია, გადაუდებელი მდგომარეობა. თუ სუნთქვის ტექნიკებით რამდენიმე წუთში ვერ დაწევთ, დაუყოვნებლივ გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. ეხლა კი გადავხედოთ 10 სიმპტომს, ერთი ცხრობით ერთეულის დამატებით. 1. ძლიერი თავის ტკივილი. თუ წნევა იმდენად მაღლა ადის, რომ თავის ქალას შიგნით წნევა იზრდება, შეგრძნება ისეთია, თითქოს თავი აგივსკდებათ. ეს არ არის ჩვეულებრივი ტკივილი და ჩვეულებრივი ტკიოვილ გამაკუჩებლებით არ ცხლება. ეს ჩვეულებრივ არ ხდება წნევის მცირე მატებისას. ეს ჰიპერტენზიული კრიზისის ნიშანია. 2. ცხვირიდან სისხლდენა. ეს შესაძლებელია მაღალი წნევის გამო, თუმცა საკმაოდ იშვიათია და საკმაოდ მაღალი წნევა უნდა ჰქონდეს ადამიანს. გაცილებით ხშირად ცხვირიდან სისხლდენას იწვევს C ვიტამინის დეფიციტი, როცა შემაერთებელი ქსოვილი და მცირე სისხლძარღვები საკმარისად მტკიცე აღარ არის. ეს ფაქტობრივად ცნობილი დაავადებაა, ჩხირხოკი, სკორბუტი. მაგრამ თუ ნამდვილად ფიქრობთ, რომ სისხლდენა წნევის ბრალია, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ წნევა ძალიან მაღალია და დახმარება საჭიროებთ. 3. მოციმციმე ან ბუნდოვანი მხედველობა. მექანიზმი აქაც ერთია, მცირე სისხლძარღვების დაზიანება. მაღალ წნევას ეს შეუძლია, მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი შორს არის ეს ტიპი 2 დიაბეტი და ინსულინ რეზისტენტობაა. აქ არ უნდა ვისწრაფოდეთ დასკვნებისკენ, არამედ ვეძებოთ ყველაზე სავარაუდო მიზეზი. 4. სისხლის შარდში. აქაც ყველაზე ხშირი მიზეზი შარდის გზების ინფექციაა. თუ ეს ნამდვილად მაღალი წნევის ბრალია, ეს ნიშნავს, რომ თირკმლის დაზიანება უკვე ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა თირკმელებიდან უკვე მთლიანი სისხლის უჯრედები გამოდის, არა მხოლოდ ცილები თუ მინერალები. თვალი და თირკმელი სწორედ ის ორგანოებია, სადაც ამ ტიპის მცირე სისხლძარღვების დაზიანება ყველაზე ხშირად ვლინდება, მაგრამ ისევ და ისევ ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტიპი 2 დიაბეტი და ინსულინ რეზისტენტობაა. და აქვე ღირს გავჩერდეთ და ავხსნათ, საერთოდ რატო იზრდება წნევა. 2 ძირითადი მექანიზმია. პირველი, მეტაბოლური. როცა ორგანიზმი მეტაბოლურად არაჯანსავია, ინსულინის ქრონიკულად მაღალი დონე იწვევს იმას, რომ თირკმელები ზედმეტ ნატრიუმს ინარჩუნებენ. ნატრიუმს კი წყალი მიჰყვება. მეტი წყალი სისხლძარღვთა სისტემაში ნიშნავს მეტ მოცულობას და შესაბამისად მეტ წნევას. მეორე მექანიზმი ნერვულია. ჩვენი ნერვული სისტემა საფრთხეს ისე პასუხობს, თითქოს გვჭირდება მეტი ჟანგბადი და გლუკოზა სასწრაფოდ. ეს არის სიმპათიკური ნერვული სისტემა, ჩვენი ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია. ქრონიკული სტრესი ქმნის ეგრეთ წოდებულ სიმპათიკურ დომინანტობას, რომელიც წნევას თანდათან მაღლას წევს. ამიტომ თუ ინსულინ რეზისტენტობა არ გაქვთ და წნევა მაღალია, დიდი ალბათობით მიზეზი სტრესია
და ეს არის ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ მედიტაციითა და სუნთქვის ვარჯიშებით. 5. დაღლილობა და ქოშინი. ეს ხშირად ჩნდება ჰიპერტენზიის სიმპტომების სიაში, თუმცა კავშირი საკმაოდ სუსტია. თუ ვინმეს ინფარქტი ჰქონდა, დაღლილობა და ქოშინი მართლაც შესაძლებელია, მაგრამ ამის მიზეზი თავად წნევა კი არა, გულის დაავადებაა. უბრალოდ ორივე ერთად ხშირად ხვდება. ასევე შეიძლება საქმე ჰქონდეს ფილტვის შეშუპებასთან ან ფილტვის ჰიპერტენზიასთან, სადაც გულის მარჯვენა ნაწილს უფრო მეტი წინაღობის გადალახვა უწევს, თუმცა ესეც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩვეულებრივ პერიფერიულ არტერიულ წნევასთან. 6. ყურებში რეკვა, ანუ ტინიტუსი. თუ ეს დაბალი გუგუნა ხმა, შესაძლოა მართლაც სისხლის მიმოქცევასთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ ტინიტუსის დიდი უმრავლესობა მაღალი სისინისებრი ბგერაა, რომელსაც სისხლძარღვებთან საერთო არაფერი აქვს. ეს ნევროლოგიური მოვლენაა, ხშირად ისევ ქრონიკული სტრესის შედეგი. ეხლა კი რის გავიხსენოთ, საერთოდ რისთვის გჭირდება არტერიული წნევა. სისხლის მოძრაობას ორი ძალა უნდა გადალახოს. ხახუნი 60,000-ზე მეტი მილის სისხლძარღვია სხევის სხეულში და მიზიდულობა, განსაკუთრებით ვერტიკალურ მდგომარეობაში, როცა გულიდან თავის ტვინამდე სისხლი უნდა ავიდეს. ამიტომ, როცა ვდგებით ან სტრესის, ვარჯიშის დროს, საჭირო ხდება სისხლძარღვების შევიწროება, ვაზოკონსტრიქცია. ეს ორმაგად ზრდის სისხლის სისწრაფეს, ხოლო გულს დამატებით დატვირთვას აძლევს. თუ ეს დროებითია, ვთქვათ ვარჯიშისას, ეს კარგია, გული ვარჯიშობს. მაგრამ თუ წნევა ქრონიკულად მომატებულია, ორგანიზმს არასდროს ეძლევა აღდგენის დრო და ეს არის ნამდვილი პრობლემა. 7. გულისრევა და ღებინება. თუ წნევა იმდენად მაღლა ადის, რომ თავის ტვინზე ზეწოლას ქმნის, გულისრევა შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია ეს იყოს ინსულტის ნიშანი, სისხლძარღვის ან გუბლის, თრომბის დახშობის ან სისხლძარღვის გახეთქვის შედეგად. ორივე შემთხვევაში ტვინის ის უბანი, სადაც ჟანგბადი აღარ მიეწოდება, გვდება. ეს ყოველთვის გადაუდებელი მდგომარეობაა. 8. ლოკალიზებული სისუსტე, კიდურის, სახის ან მეტყველების პარალიზება. ეს ინსულტის კლასიკური ნიშნებია და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს, მაშინაც კი თუ მაღალი წნევა ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია. 9. ვუნკერდის ტკივილი, ანუ სტენოკარდია. ეს გვხდება კორონარული არტერიების დახშობისას, გულის დაავადებისას ან ფილტვის ჰიპერტენზიის დროსაც. ისევ უშუალო კავშირი წნევასთან სუსტია. ეს მედიცინის გადაუდებელი შემთხვევაა და საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას. 10. თავბრუსხვევა, დაბნეულობა და შფოთვა. ეს ჟანგბადის დეფიციტიდან მოდის და შესაძლოა ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის, მინი ინსულტის ნიშანი იყოს. ორივე გადაუდებელი მდგომარეობაა. მაგრამ გაცილებით ხშირად, განსაკუთრებით მწოლიარედან ან ჯდომიდან სწრაფად ადგომისას თავბრუსხვევა, სინამდვილეში დაბალი წნევის ან თირკმელზე და ჯირკვლების დაღლილობის ნიშანია. სხეულს სწრაფი ვაზოკონსტრიქცია არ ესწრება, სისხლი თავისკენ ვერ ადის საკმარისად სწრაფად. და ბოლოს ბონუსი, ყველაზე ადრეული ნიშანი საერთოდ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველა სიმპტომი დავიმახსოვროთ, უბრალოდ გავზომოთ წნევა. საშინაო წნევის აპარატი, იაფი და ხელმისაწვდომია. გაზომეთ პერიოდულად, ხოლო თუ პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად. თუ 160/100 სწდება, დაჯექით. გააკეთეთ სუნთქვის რამდენიმე ნელი, დამამშვიდებელი ციკლი და შეამოწმეთ, ეცემა თუ არა 130-დან 135-მდე რამდენიმე წუთში. თუ ეცემა, ეს არ არის კრიტიკული, თუმცა მონიტორინგი გააგრძელეთ. თუ 180/110 სწდება და სუნთქვის ვარჯიშებით ვერ დაწევთ, ეს გადაუდებელი მდგომარეობაა. და მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, მაღალი წნევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მეტაბოლური დაავადებაა, ინსულინ რეზისტენტობა. ეს კი ისეთი რამაა, რისი გაზომვაც, გაგებაც და შეცვლაც შესაძლებელია. ამიტომ, თუ ნამდვილად გინდათ ჯანმრთელობის სათავეში ჩახედვა, ღირს ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ წნევის ციფრებს, არამედ იმ პროცესებს, რომლებიც ამ ციფრებს აყალიბებენ. თუ ეს ვიდეო სასარგებლო აღმოჩნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ, ვისაც გამოადგება. და თუ გნებავთ უფრო ღრმად გვესაუბროთ ჯანმრთელობასა და თვითდიაგნოსტიკაზე, გამოკვლევით შემდეგ ვიდეოებშიც.